გამარჯობა მეგობრებო, პსორიოზი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ მალამოებით, წამლებით იკურნალოთ. თან ფიქრობს, რომ ეს არის კანის დაავადება. მეგობრებო, ეს არ არის კანის დაავადება, ეს არის შინაგანი პრობლემა, ჩვენი ნაწლავის პრობლემა, რომელიც რეაქცია გაძლევს გარეთ ჩვენი კანზე. დღეს ვიდეოში გეტყვი უწამლოდ წამლის გარეში პსორიოზის კურნალობა როგორ შეიძლება მარტო რა უნდა ჭამო, რა არ უნდა ჭამო და სახლის პირობებში ერთი მალამო გასწავლი დღეს, რომელიც ნებისმიერ ასაკში, ბავშვებშიც გინდა ნებისმიერ ასაკში ადამიანს თუ აწუქებს პსორიოზი, მაგის და გარედან ცაცმა შესაძლებელია. თქვენ გახსოვს ეს ქალბატონი მეგობრებო ჩემთან იყო, რომელმა დაახლოებით 75 წლის ასაკში დაიმარცხა, რომელიც წლებით არსებობდა, მაგი მთელი ტანზე იყო პსორიოზი. მოდით მეგობრებო, ახლა პირდაპირ გადავიზეთ თემაზე, როცა ადამიანს აწუქებს პსორიოზი. პირველ რიგში რა არ უნდა ჭამო. რადგან არის მეგობრებო ეს ოტოიმუნური დაავადება, ანუ ჩვენი იმუნიტეტმა არ იცის რა მავნეა ჩვენთვის, რა ჩვენია და ზედმეტად აქტიურია იმუნური სისტემასაც, რომელიც ჩვენი კანი მეგობრებო განვით ახლება კეთდება და ხელს უსლის მერე იმ კანის გაკეთებაში. იმ ადამიანს ეს პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდება და ყოველთვის არის თეთრი იქრცელება კანში. ზოგ ადამიანს ეს აწუქებს თავში რძის პროდუქტები მეგობრებო, ლაქტოზი, სადაც შედის მაწონი, რძე, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც რძეთ კეთდება, თუ გაწუქებს პსორიოზი და აქტიურია ეს პსორიოზი, წითელია, ეს პროდუქტები უნდა დაანებო. კი არა უნდა შეამციროთ რძის პროდუქტები, ყველი, მაწონი, რძე პირდაპირ, ნებისმიერი ეგეთი პროდუქტი, სადაც შედის რძე. ეს ამოიგეთ თქვენი რაციონიდან, რასაც ეს პირველი ნაბიჯია პსორიოზის კურნალობა თუ გინდა წამლების გარეშე. ეხლა მეორე რა უნდა მიიღოთ. პირველი პროდუქტი არის, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ დანამატით ფორმაში მეგობრებო, ეს არის L-გლუტამინი. გლუტამინი არის ერთ-ერთი ამინოს მჟავა, რომელიც დაგეხმარება ოტოიმუნური დაავადებებში. არა მარტო პსორიოზი, ნებისმიერი ოტოიმუნური დაავადება, რომელიც ნაწლავიდან იწყება. L-გლუტამინი რამდენი უნდა დალიო? 10 გრამი. დილით 10 გრამი საგამოთი. ნელა-ნელა უნდა მიეჩვიო L-გლუტამინის დალევაც. დილით უძმოზე უნდა დალიო, აუცილებლად უძმოზე უნდა დალიო, კარგი შედეგი თუ გინდა და ყოველთვის იყიდე ფხვნილის ფორმით იყიდო. სად იყიდება? ნებისმიერი დანამატების ვიტამინების მაღაზიაში შეგიძლია იყიდო. იმიტომ მაგაც იყენებენ ბოდიბილდერებიც, ან ვინ სწორიკოებაზეა და ვარჯიშობენ, იმიტომ კუნთის აღდგენაშიც დაეხმარება L-გლუტამინი. ანუ აღდგენა აკეთებს ჩვენი ორგანიზმში. კანის აღდგენა, კუნთის აღდგენა აკეთებს L-გლუტამინი. მეორე რას ვაკეთებს? ეგეთი ადამიანი, ვისაც აწუხებს პსორიოზი, 90% ჩანსი არის, რომ იმ ადამიანს აქვს დაბალი D ვიტამინიც. D ვიტამინი არ არის ვიტამინი, რამდენჯერაც მე უკვე ნათქვამი მაქვს, ეს ჰორმონია ერთ-ერთი, როცა D ვიტამინის ნაკლებობა იქნება, ნებისმიერი ასაკში შეიძლება დაიბადო ოტოიმუნური დაავადებები. მარტო პსორიოზი კი არა, შეიძლება ესე რგვალად თმები წავიდეთ. ესეც ერთ-ერთი ოტოიმუნური დაავადებაა. კანი, ეგზიმა, ეს ოტოიმუნური დაავადებებია მეგობრებო. აუცილებლად გასინჯეთ D ვიტამინი ძერ და თუ გააქვს დაბალი 60.000-იანი, 50.000-იანი დიდი დოზით კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა დალიო. ეს არის ვირთევზის გვიზლის ძეთი მეგობრებო.
მეორე ეგეთი დანამატი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ თუ გაწუხებს კანის პრობლემები. არა მარტო კანის პრობლემები, თუნდაც გინდა კარგი იყო. ადამიანი, ვისაც აქვს შიმშრალე, კანის შიმშრალე, E ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა, cod liver oil ქვია ინგლისურად, აგერ ესე, ეგეც ნებისმიერი დანამატის მაღაზიაში შეგიძლია იყიდო. რას აკეთებს? რძის პროდუქტების დაანებებ, მეორე ვირს თევზის გვიძლის ძეთი, ერთი, D ვიტამინი, მეორე და L-გლუტამინი, ამინოს მჟავა, ეს სამი პროდუქტი უმატებს თქვენი კვებაში. ბოლოს, გარედან ცასასმელი მალამო, როგორ უნდა გააკეთო? სოფლის კარახი მეგობრებო, სადაც არ შედის მარილი. კიდე გეუბნები, მაღაზიაში არ იყიდო სოფლის კარახი, სადაც მარილი არ შედის, 200 გრამი ქვაბში, აიგეთ, 200 გრამი სოფლის კარახი, შიგნით დაფნის ფორთოლი რამოდენიმე, 1, 6-7 ცალი დაფნის ფორთოლი. 1, 10 თუთი, სანამ ეს დაფნის ფორთოლი თავისი ფერი არ შეიცვლით, მანამდე გააცხელე, სულ იქ იკავი, იმიტომ უცბად არ დაიწყო. 1, 10, 15 თუთის მერე ფერის შეცვლა დაიწყება. მერე აიგეს, გადააგდეს დაფნის ფორთოლი, ის რძე მერე ნებისმიერი ბანკაში, სუშიანი ბანკაში შეიძლება შეინახო და ყოველ დღე ორჯერ დღეში ორჯერ იმ ადგილებზე, სადაც გაწუხებთ ფსორიოზი გააკეთე. ეს სამი ნაბიჯია ფსორიოზის პრობლემა მოგვარდება, ამ ხალბატონოს ხო მოგვარდა და თქვენს მოგვარდება. კარგად და ჯანმრთელად.